დღეს ბორჯომში იუსტიციის სახლის საზეიმოდ გაიხსნა. დღეიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ადგილობრივებსაც შეეძლებათ. იუსტიციის სახლის რიგით მე-17 ფილიალი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ დღეს ბორჯომში ვზეიმობთ ბორჯომელებისათვის რიგით მე-17 ფილიალის იუსტიციის სახლის გახსნას და წარმოუდგენელიც კია თუ თვალით არ გაქვს ნანახი რა მძიმე პირობებში მუშაობდნენ ბორჯომში ჩვენი თანამშრომლები და რამდენად მძიმე იყო მომსახურების მიღება ბორჯომის ინფრასტრუქტურაში. ამიტომაც შარშან გადავწყვიტე რომ ბორჯომელებისთვის ისეთივე ინფრასტრუქტურა მიგვეცა როგორიც არის ფოთში, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. ეს შენობა ნულიდან აშენდა, თუმცა ჩვენ პატივი ვეცით ბორჯომის კულტურულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას და პროექტით შევარჩიეთ ზუსტად ისეთი, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას მოსწონს და სურდა. ბორჯომისთვის ეს სახლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბორჯომელებს ვიდრე ეს სახლი აშენდებოდა და გაიხსნებოდა, სად უწევდა სიარული და რამდენად რთული იყო მათთვის ამ სერვისის მიღება. ამიტომ ეს სახლი არა მარტო ლამაზია და გამორჩეულია და უხდება ძალიან ბორჯომს, არამედ თავისი შინაარსი და იმ სერვისების სიმრავლით, რაც აქვს იუსტიციის სახლს, იქნება ყოველი ბორჯომელისთვის მე ვფიქრობ საუკეთესო საჩუქარი. ეს არის საოცრად სასიამოვნო გარემო, როდესაც ჩვენ შეგიძლია ყველა სამოქალაქო პროცედურა ძალიან სასიამოვნო გარემოში გაიარო, ამიტომ ულოცავ ყველა ბორჯომელს. სამსახურები, რომელიც იუსტიციის სისტემაში შედიან, ჩვენთან იყვნენ ქალაქში გაბნეულები და ყველას ჰქონდა ძალიან ცუდი პირობები მუშაობის და ცუდი პირობებიდან გამომდინარე, ბუნებრივია ისინი კარგ მომსახურებას ვერ გაუწევდნენ მოსახლეობას და ზოგადად იუსტიციის სისტემა ემსახურება იმას, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დახმარება მათთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტის თვალსაზრისით, ამიტომ კომფორტი იუსტიციის სისტემის თანამშრომლების და მომსახურეობის წყობრი და თანამდებობრივი სისტემა არის სწორედ იმისი წინაპირობა, რომ ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ძალიან კარგ სერვისს ყველა იმ მიმართულებით, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი. როგორც იუსტიციის სახლის მენეჯერმა განაცხადა, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზებენ. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ბორჯომში მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი. ორშაბათიდან უკვე ბორჯომის მოსახლეობას და არა მარტო დამსვენებელსაც ექნება საშუალება მოვიდეს ჩვენთან და მიიღოს 300-ზე მეტი სახელმწიფო მომსახურება ერთ სივრცეში. როგორც საჯარო რეესტრის სერვისები, ასევე სერვისების განვითარების სააგენტო სერვისები, მომავალში უკვე აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები, ქონების მართვის სერვისები, სახელმწიფო ქონების მართვის სერვისები და ასე შემდეგ. ასე რომ გელოდებით ყველას, მოგზავნით ორშაბათს უკვე გელოდებათ ბორჯომის იუსტიციის სახლი. პირველ რიგში ყველას ულოცავ, ყველა ბორჯომეს, ბორჯომში ჩამოსულ ყველა სტუმარს, დამსვენებელს, ვისაც გულით გაეხარდა და დარწმუნებული ვარ, ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომ ბორჯომში ვინც კი ჩამოვა, დარწმუნებული ვარ, ყველა მოვა დიდი სიხარულით, ვინაიდან მართლაც იმსახურებდა ჩვენი ქალაქი ასეთ შენობას. ბორჯომის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 8 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ადგილობრივები და ბორჯომის სტუმრებიც დაესწრნენ. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ყვავილების ინსტალაციით იყო მორთული. გაიმართა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდისა და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით. საღამო ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.